ბებო, ესე იგი ხა კი ვიცი, მაგრამ მაინც მითხარ მიპასუხე. რამდენი ხანია რაც აქ მუშაობ ამ სფეროში? ამ სფეროში მუშაობ 50 წელიწადია. ყველაზე რთული მუშაობა იყო აი ამ დროს. იღებებო. აი ამ დროს, როცა საანგარიშოზე კეთდებოდა, ყველა მოქმედება, მიმატება გამოკლების გარდა, გამრავლება გაყოფათ. გაყოფა იყო ძალიან რთული ოპერაცია და ყველა მასწავლებლის ხელფასი იწერებოდა განათლების განყოფილებაში 8 ბუღალტერი მუშაობდით და იყო საანგარიშოს კორიანტენი. ყველაზე რთული. ეხლა გაადვილდა აგერ კომპიუტერი, აგერ საანგარიშო მანქანა არის და უფრო ამ მხრივ გაადვილებულია მუშაობა. რევიზორების თუ გეშინია იქ აინტერესებს. არასდროს რევიზორის არ შემშინებია, პირიქით ველოდებოდი, როდის მოვიდოდა. რევიზიის მთელი ტომები მაქვს შექმნილი, არცად არ მაქვს დარღვევები. ახლა თქვენთან არის სტუმრად კინოქალაქის სინე. ეს ჩემი ამდენი ხნის მუშაობის პერიოდში ძალიან დიდი სიახლეა და მიხარია. განსაკუთრებით მიხარია ის, რომ მომავალ წელს გააგრძელებს მუშაობას ჩვენთან. ზუსტად ასე უთხარი გამგებელსაც მიაქციეთ ყურადღება მომეთქი ბატონო ყობა აი აქ რაწერია ჩვენთან ეს სამსახური შეიქმნება და ეს წრე შეიქმნება ეს ყველაზე საინტერესოა ძალიან მიხარია ბავშვები გახარებულები არიან მე რა თქმა უნდა ის მიყვარს ფულის მოჭერით ხარჯვა მაგრამ არ მენანება ამ შემთხვევაში არ მენანება დედა ფულის ხარჯვა არ მენანება დედა ფულის ხარჯვა არ მენანება დედა ფულის ხარჯვა. ცნობილი გამოთქმა, ბუღალტერია ხალხის მტერია და როგორ მოხდა რომ შენ ასე ყველას უყვარხარ? ჩემი სიყვარული ალბათ იმით დავიმსახურე მასწავლებლების და ხალხის მიმართ, რომ ყოველთვის ვიხრებოდი მათკენ. ახლა რომ ბიუჯეტს გავაკეთებდი, ვიცოდი მომავალში რა ელოდა იმ სკოლას, იმ მასწავლებელს და აქედან თადარიგს ვიჭერდი და ყოველთვის ვაფრთხილებდი, ეს ასე იქნება და ეს გავითვალისწინოთ მეთქი. და ასე ხდებოდა ყოველთვის და მადლობას ვუღებულობდი ამისთვის, რომ ვიჭერდი ყოველთვის მასწავლებლის მხარეს. ამ პერიოდში ზუსტად მომენიჭა სანიმუშო აღრიცხვის მქონე კოლექტივის ბუღალტრის კოლექტივის წოდება და მომცეს ფულად პრემია და დიპლომი.